გამარჯობა, მე თამარ გეკალეიშვილი ვარ, არქიტექტორ დიზაინერი. დღეს ვიმყოფები კომპანია Moka-Promis showroom-ში, სადაც წარმოდგენილია გერმანული ბრენდი Viegas პროდუქცია და მის მაგალითზე მინდა ვისაუბრო, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ სანტექნიკისა და გათბობის მილგაყვანილობის შერჩევისას. მილგაყვანილობა შეიძლება დამზადებული იყოს სხვადასხვა მასალისაგან, ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ, რომელი ავირჩიოთ. მე შევეცდები დღეს რამოდენიმე სიტყვით თითოეულის დადებითი და უარყოფითი თვისებები გითხრათ. პირველ რიგში ვისაუბრებ პლასმასის მილებზე და მის მუხლებზე. ალბათ დადებითი ამ შემთხვევაში შეიძლება აღნიშნოთ, რომ არის მხოლოდ მისი მინებულება, რადგან უარყოფითი უფრო მეტი აქვს. პირველ რიგში ვფიქრობ, არის მისი ბევრი გადაბმის ადგილი, რადგან თვითონ მილები არის 4 მეტრიანი და ყოველ 4 მეტრში მოუწევს ესეთი მუხლის დამაგრება, რაც ხდება ცხელი უთოს ეგრეთ წოდებული მეთოდით და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს დავიცვათ სწორი მონტაჟი, რადგან შეიძლება ეს მოხდეს არასწორად, რის დროსაც ზედმეტად გაცხელდეს ეს მუხლი და მისი მილის დიამეტრი შემცირდეს. ამის შედეგად ეს გარედან არ ჩანს, ვერ დავინახავთ ჩვენ სამაგეროდ, შეგვიმცირდება მილის დიამეტრი და შესაბამისად წყლის გამტარიანობა მოიკლებს, რაც დიდი წნევის მოსვლის დროს შეიძლება მისი გახეთქვის მიზეზიც კი გახდეს და რაღაც დროის შემდეგ, რა თქმა უნდა, გაიჩენს კოროზიებს. ვფიქრობ, რომ კიდევ მნიშვნელოვანი უარყოფითი თვისება ის არის, რომ მასში დროთა განმავლობაში ჩნდება ნადები, სწორედ ამიტომ აქვს ძალიან ცოტა პერიოდი ვარგისიანობის, შეიძლება ეს იყოს 5 წელი მხოლოდ ან 10. და აი სწორედ ეს ნადები არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც თვითონ მილები ზიანდება და რა თქმა უნდა ეკოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მავნებელია ნადებიანი წყლის თუნდაც სასმელად მოხმარება. ბოლო პერიოდში საქართველოში გავრცელებული არის მეტალოპლასტმასის მილები. მას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი თვისება, რადგან ეს არის უწყვეტი მილები და მას არ სჭირდება გადაბმები, მაგრამ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ მწარმოებელ ქვეყანას და კომპანიას, რომელიც ამზადებს ამ მილებს, რადგან აუცილებელი იყოს ლიცენზირებული კომპანია, რომ მივიღოთ ხარისხი, რაც არის აუცილებელი. სანტექნიკის და გათბობის მილები ასევე მზადდება სხვადასხვა ლითონებისგან, სწორედ Viegas ბრენდი არის ლიდერი ამ მიმართულებით. ეს შეიძლება იყოს სპილენძის, ბრინჯაოს მასალა და ასევე უჟანგავი ფოლადის მილები და ფიტინგები, რაც ვფიქრობ, ჩემი პირადი აზრით არის საუკეთესო გადაწყვეტილება და ახლა ვეცდები თუ ავხსნათ თუ რატომ ვთვლი ასე. უჟანგავი ფოლადის მილები არის თხელკერპიანი და მისი გამტარიანობა 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მისი ანალოგი, მაგალითად პლასმასის მილების. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩემთვის არის ამ ნადების გაჩენა სასმელ მილებში, რადგან ჩვენ ამ წყალს, რომელშიც სხვადასხვა ნადები ჩნდება, მაგალითად პლასმასის შემთხვევაში, რაც ნამდვილად გაჩნდება 1 და 2 წელიწადში, უჟანგავ მილში ასეთი ნადები არასდროს არ ჩნდება და სასმელად გამოსადეგია. სხვა შემთხვევაში შეიძლება ეს სერიოზული ზიანის მომტანი იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. საინტერესოა, რომ Viegas მთლიანად აქვს მთელი სისტემა უჟანგავი მილისგან გაკეთებული, რაც ძალიან იშვიათია. Viegas ამ სტენდზე ჩვენ კარგად ვხედავთ ზუსტად მთლიან ამ სისტემას, როგორც მილს, ასევე გადაბმას და ფუროსაც. ყველაფერი არის დამზადებული უჟანგავი მილისგან და ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა მეთოდით ეფრმება ეს ორი ნაწილი ერთმანეთზე. აქ არ ხდება ცხელი უთოთი გადაბმა, ეს არის მხოლოდ ცივი პრესი, რაც როგორც აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აი პლასმასის შემთხვევაში ეს იწვევს მილის დაპატარავებას, მისი დიამეტრის შემცირებას და ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი არ ხდება და გარდა იმისა, რომ ეს სწორი მეთოდი არის, ვიზუალურადაც ძალიან დამეთანხმებით ლამაზად გამოიყურება ეს ყველაფერი. Viegas ბრენდი ასევე გვთავაზობს საინტერესო ალტერნატივას, რაც გულისხმობს მეტალოპლასტმასის მილებზე უჟანგავი ფოლადის გადაბმების დამონტაჟებას ასევე ცივი მეთოდით. აქ არის წარმოდგენილი უჟანგავი ფოლადი და იგივენაირად შესაძლებელი არის Viegas ბრინჯაოს მუხლების დამონტაჟება, ბრინჯაოსითაც უჟანგავი ფოლადის ფიტინგებით, ცივი მეთოდით გადაბმა მეტალოპლასტმასის მილებთან.
ამ უკვე კონკრეტულად ხედავთ აი ნიმუშზე რაც იყო წარმოდგენილი წყალგაყვანილობას, რომელიც კოლექტორული სისტემით არის აწყობილი და სწორედ ჩანს კარგად როგორ არის მეტალოპლასმასის მილები, დაბოლოება, ანუ მუხლები, ისე ვთქვათ, ვინტილები, ეგრეთ წოდებული, სწორედ ფოლადის, ანუ ამ შემთხვევაში ბრინჯაოს მასალისგან და მისი ფიტინგები არის უჟანგავი ფოლადის. ეს მთლიანი კოლექტორული სისტემა ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესოდ არის ჩამონტაჟებული ჩასაშენებელი უნიტაზის მექანიზმთან, ესეც Viegas ბრენდია და ახლა მინდა ორი სიტყვით თქვა, რატომ მომწონს კონკრეტულად ეს ჩასაშენებელი სისტემა, რადგან საკმაოდ მყარი არის, რაც თვითონ ლითონი, ბუნებრივი, იმიტომ რომ ლითონთან ძალიან ესეთი შეხება აქვს ამ ბრენდს და მისი თვითონ კარკასიც არის ძალიან მყარი და მეორე მნიშვნელოვანია, რომ ძალიან თანამედროვე რის გილოტებს გთავაზობს. აქ სტენდზე არის წარმოდგენილი დაუფეროვანი არჩევანი და მე რომელიც ძალიან მომწონს, ეს არის სენსორული ღილაკი და ჩვენ დიზაინერები ხშირად ამ ასეთ ღილაკიან ჩასარეცხ სისტემას ვიყენებთ მაგალითად საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებზე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩარეცხვისას არ ხდება მასთან უშუალოდ ხელით შეხება, შესაბამისად ის უფრო სუფთად რჩება, ანუ უფრო ჰიგიენურია მისი მონტაჟი და სახშიც ძალიან საინტერესო და კომფორტულია, რადგან ერთი მარტივი ხელის მოძრაობით მოხდება ჩარეცხვა. დიდი ტემპერატურა გამოდის თვითონ ფარიდან, შესაბამისად ძალიან ხშირად ხდება სწორად ამ ადგილების დაზიანება, მილების და მასზე გადადგმების. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ნაწილი არის სწორად Viegas უჟანგავი ფოლადის მილებით, გადადგმებით გაკეთებული. აქვე ამ სამფლობელოებში არის წარმოდგენილი ბოილერიც, ანუ მთლიანი სისტემა. ვფიქრობ, არის იდეალურად სუფთად შესრულებული. ამ ყველაფერზე, რაც მანამდე ჩამოვთვალე და რატომაც აურჩია კომპანია Mocha-Plum-ი, რადგან ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის მნიშვნელოვანია სად შევიძენ ამ პროდუქციას, რადგან აუცილებელია ჩემი აზრით, რომ ოფიციალური წარმომადგენლობა იყოს თითოეული ბრენდის, ანუ იმ ბრენდის, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ, თვითონ შოურუმი, რომელიც ყიდის ამ პროდუქციას და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, ალბათ უმთავრესი ეს არის კომპანია გთავაზობდეთ სამონტაჟო სამუშაოებს, რადგან მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია ცალკე არ არის იმის გარანტია, რომ ეს კარგად იმუშავებს, რადგან თუ არ მოხდა მისი სწორი მონტაჟი, თუ არ შეასრულება რამას ამ დარგის და ამ კონკრეტული კომპანიის მცოდნე სპეციალისტები, შესაძლოა შემდგომში გავქონდეს რაღაც პრობლემები და ეს იყოს სწორად არასწორი მონტაჟის ბრალი. ამიტომ Mocha-Plum ამ ყველა მოთხოვნას, რაც მე მაქვს ხოლმე ბრენდების მიმართ და შოურუმების მიმართ აკმაყოფილებს, ანუ ის რომ არის ოფიციალური წარმომადგენლობა Viegas ბრენდის, თვითონ Viegas ბრენდი გერმანული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია არის და ესეთი მასალების გამზადება, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა არის და ხანგრძლივ დროზე არის გათვლილი და უსასრულო ვფიქრობ გარანტიის მქონე კომპანია არის და ასევე სწორი მონტაჟი შემიძლია აქვე მივიღოს. ყველა კომპონენტი ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, როდესაც ასეთ რთულ სისტემას ეხება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წყლის და გათბობის სისტემები, ეს ისეთი ნაწილი, რომელიც შეიძლება სახლში ცხოვრების დროს ვეღარ ხედავდეთ, ანუ რჩება რაღაც შავ ნაწილად გაყვანილობები, მაგრამ თუ ეს არ არის სწორად გაკეთებული, ჩვენ შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნას მოგვიანებით და საჭირო გახდეს დამატებითი ფინანსები იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოვას სწორად. იმედი მაქვს გამოგადგებათ ჩემი რჩევები და სწორად შეარჩევთ თქვენ სანტექნიკისა და გათბობის დილ გაყვანილობას.